მადლობისა მეგობრებო, ყველას მოკითხვა და კარგი განწყობა. კარგი განწყობა, რომელიც აუცილებლად გყიდება ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ასაკში, ნებისმიერ სიტუაციაში. ერთადერთი გზა, რომელიც ეხმარება ადამიანებს გადალახოს იმ მომენტში, არსებულ სიტუაციაში, რომ განწყობაზე მოხვიდე და უბრალოდ კაი განწყობა გეხმარება ამ სიტუაციის გადალახვაში და მე მთელი დღეს მოკლება. ეხლა რატო დავიწყე ასეთი ლაპარაკი? ეხლა დიდი დავდექი, როგორც ვიცი ხოლმე ჩემებურად დავიწყე აქ ვარჯიში, ვიმყოფები ლას-ვეგასის მიდამოებში და უშუალოდ წრე დავატყი, როგორც ხდება ხოლმე ტექნიკა, თან ვიქნებ ხელს რაღაცა და როგორ არის ხოლმე რომ ანაუნებურად ხო იწყებ ფიქს მომავალ გეგმებზე ასე თან რაღაცა და უცბად გამოდიხარ ახლა წრეს ხო ვარტყავ და ახლა უცბად შეხედავ აი ამ სიტუაციას და რა კაი განწყობაზე მოდიხარ. რა ვიცი მე ახლა ფაქტობრივად ნახეთ შეხედეთ რა ძველებური, ლამაზი, გარემონტებული თუ რა ვიცი რესტავრირებული მანქანებია და რა კაი განწყობაზე გაყენეს. ესე იგი ეს მანქანის გადამყვანი ტრაილერია და ზემოთ უდგას ეს ძველი მოდელები. ეთქობა გამოფენაზე მიყავთ თუ გასაყიდად. ტიპი და დამეთანხმებიან საერთოდ ლას-ვეგასის მიდამოებში რო ტრიალებ. ხო აი ხოთი აი გალამაზებულია სიტუაცია რაღაც ისეთი გარემოა და აი ეს მანქანებიც დაემატა. ახეთ ეს ძველებური კადილაკია. ეს ზემოდან უფრო ცუდი შესახედია უფრო შორს არის. აი ახლოს რომ მიხარ ახლა რა მანქანა ბიუკი. ძველებული ახეთ დისკები თითქოს გამოოქროვილია. ზემის განწყობას უგიქნის. აქვია სუპერ სპორტ. სულ მინიმუმ 50 წლის მანქანა კი იქნება. ეს აი ვისაც უყვარს ტექნიკა და ტექნიკაში დიდ სიამოვნებას გებულობს, ის აღებულობს. ძალიან მაგარია. ალბათ სალონიც ალბათ შიგნით გარემონტებულია, შიგნით ალბათ აძველებულია. ავტომატზე ყოფილა ეს. 50 წლის წინ იყო ავტომატები, 50 წელი იყო. აქეთ ნახეთ ახლა ესეც. ეს წითელი ფერი ჩვენ არ გვიყვარს. ზოგადად ქართველებს, მაგრამ რუსის რო დაფიქრდე, მაგარი ზეიმის ის არის რა, განწყობას გიქნის. ეს რა მანქანაა? იმპალა. რამბერგავიკი რა არის იმპალა? ხო, ეს შევროლეტია. შევროლეტი. და ამას შეხედეთ მეგობრებო. ეს ჯიპი თუ როგორი სათამაშოსავით არის. რა მაგარი ეს ეგ და ქვემოდან რო შეხედო გაკრიალებულია ეთქობა ახლა ეს ტალაში დემაში არ მით რამ გამოფენაზე მიაღწ. ახლა სულ ნიკელის დისკები და მაპუჩები და ქვემოთან ნაწილი. როგორი შეგრძნება გაქვს მეგობრებო, მე რა ვიცი, მე ზეიმის შეგრძნება მომივიდა და წეღარ ვამბობდი, კაი განწყობაზე მოვედი. ყოველ შემთხვევაში დამუხტა. ეს რა სპეციალური ის არის, ეს სპიცების იმიტაცია. ესე ასეთი მანქანის რო უნდა იარო ხომ, არა ადრე დადიოდნენ, უბრალოდ ახლა რეტრო სტილია და ახეთ ახლა ეს როჭი აზეინია. ესეც იმბალა აწერია თუ რა არის? პალა. შევროლეტია. შევროლეტია.
გამახსენდა ჩემი ბავშვობა. პატარა მანქანები იყო, სიხარულები იყო ხოლმე, აი ჩემი თაობის ხას არსოს იყო. პირველი ნომერი, ორი ნომერი, სამი ნომერი, ნომერი და ხოლმე ნომერს ხოლმე წელს 2 წელიწადში ერთხელ ერთი ნომერი გამოდიოდა. ისიც ვიხარობდა ხოლმე და რომ დავთვალ ხოლმე რო უყურებ იმდენი პატარა მანქანებია სათამაშოები. და აი ის რომ გამოდიოდა ნომრები მაშინ აი შეიძლება ამაგარი იყო და ყველა ბავშვი ვინც გაასწრებდა რომ მშობლები უყიდდნენ იმ ახალ გამოშვებულ მანქანას სათამაშოებს ვიძახი რომ იყო მაგარი ზეიმი და ასე შემდეგ. აი მეგობრებო, მე კაი ხასიათზე დავდექი და ფაქტობრივად ეს განწყობა მართალია ღამის 3 საათია და მუშაობას, მაგრამ აი მას რო შეხედავ, აი როგორც ლამას ხალხს რო შეხედავ, ლამას ამდილოსაც რო გიხარია მთელი დღე, აი დღეს დილით უკვე აი ესეთი სილამაზეები ვნახეთ და კაი განწყობაზე დავდექით. თქვენ ხო დადექით მეგობრებო კაი განწყობაზე, დარწმუნებული ვარ. კარგით, აბა შევხვდებით მომავალ ვიდეოებში, იმედია საინტერესო ვიდეოებში. ჩვენ კიდევ გადავალოთ თვარი და დავტყვეთ ამ სილამაზით.